მოგესალმებით მეგობრებო, დღეს გამოვედით ახალი ვლოგის გადასაღებად. ახალი ვლოგი ცოტათი სხვანაირი გვაქვს დღეს, იმიტომ რომ დღეს ნახეთ როგორი ამინდია, როგორი წვიმა არის, უკან კი ყვითელი ალტეზა მიდგას. დღეს კი მივდივართ სადრიფტაოთ, იმედია ესეთი ფორმატი მოგეწონებათ. მინდა გითხრათ დაახლოებით შევიკრიბეთ ესე 1-7 მანქანა და ასევე მინდა წინასწარ გითხრათ რომ მივდივართ დიდგორში. დიდგორში კი ვაპირებთ აი რაღაც დრიფტების და რაღაცეების გადაღებას, ხო და ნუ სამწუხაროდ ამინდი ცოტა ხელს არ გვიწყობს, მაგრამ ყველაფერს მოვაგვარებთ რა მეგობრებო. არ დაგავიწყდეთ და ლაიქოთ და გამოიწეროთ არხი, ეხა კი ჩვენი ვიდეო დაიწყება და თან მოვლენებსაც გაჩვენებთ და ვისაუბრებთ რა ამაზე. სამწუხაროდ დღევანდელ ვლოგში ჩემი CLS-ი არ იქნება, ნუ სადრიფტაოთ მივდივარ და ჩემი ფორმატი CLS-ი რაშუაში იქნებოდა. ხო და მეგობრებო, ყველაფერს ნახავთ, ეხა კი გადასვლა იქნება ალბათ სასწაულ კადრებში. მეგობრებო, გამოვედით უკვე, მივდივართ დიდგორისკენ. სამწუხაროდ ამინდი ხელს არ გვიწყობს, მაგრამ ეს ჩვენთვის დაბრკოლება არ არის. სამწუხაროდ გზა არც ისეთი კარგი არის, მაგრამ მივალთ და ვნახავთ იქ რა ვითარება არის. ასევე მინდა გითხრათ, რომ ასეთ ამინჩი და ასეთი მანქანებით მართლაც რომ ძალიან საშიში არის, ასეთი გზების გასვლა, ხედავთ წინ ალტეზა არის, უკან მოყვება E36, აკაც 350 ზეტი არის წინ, ჩვენ წინ. კიდევაც ხედავთ, ნუ ბიჭები პროფესიონალები არიან, იციან თავიანთი საქმე, უბრალოდ ამინდით არ გაგვიმართლა. ხო და ეხა მეგობრებო, ვნახოთ რა, იმედია ძალიან მაგარი ვლოგი იქნება. უბრალოდ საშიში არის ეს ყველაფერი, იმედია ყველაფერი ნორმალურად დასრულდება. ხო და მეგობრებო, ნახავთ, ეხა შემოგთავაზებთ მართლაც ძალიან მაგარ კადრებს. ას ცუდი ამინდი არის რა. ოპა. მეგობრებო, ნახავდით, ძალიან მაგარი კადრები იყო, რამოდენიმე მოსახვევი ზეთმა ძალიან მაგრად დაძლია იმენა. მინდა გითხრათ, ამ ამინჩი ცოტა საშიში არის. ნახავდით კიდევაც ბიჭების რეაქციას, ვზივართ აქ და უბალელში ყავს რა. გულშემატკივრობთ უბრალოდ უბრალოდ საშიში არის რა, იმიტომ რომ ასეთ ამინჩი რავი. არც მე არ უჭერ მხარს ასეთ აქტივობებს, მაგრამ თავარია ყველაფერი კარგად იყოს, ყველაფერმა კარგად ჩაიაროს და ვლოგი გამოვა ძალიან მაგარი ჩემი აზრით. თქვენას თავარია არ დაგეზაროთ და ლაიქოთ და გამოიწეროთ არხი. იმიტომ რომ სულ ასეთ საინტერესო სულ ასეთ საინტერესო კონტენტს თავაზობთ. ხო და ჩემი აზრით ასეთი რამ თბილისში ჯერჯერობით არავის არ გაუკეთებია, არ ვარ მართალი. ხო და ნუ ეხა კიდე ვნახავთ, აი ძალიან მაგარი სიტუაცია. ჯერ არც მივსულვართ, 1 საათი ნახევარი არის გზაში ვართ უკვე. ხო და ვნახოთ რა სიტუაცია უკვე, ნახეთ აი წინ ეს სულ ჩვენი მანქანები არის. ხო და მივალთ, ვნახავთ, იქაც ბიჭებს დაველაპარაკებით. ხო და ჩემი აზრით, ვისაც დრიფტი გიყვართ, ვისაც ალბათ იმ მომენტებს გაგახსენებთ ტოკიო დრიფტიდან, ძალიან გავს. ხო და ნუ რავი, სამწუხაროდ განათებაც არა გვაქვს ეხა გზაზე კარგი და ეგეც ხელს არ გვიწყობს მანქანის გადაღებაში, თან პლუს წვიმა. მაგრამ რაც მთავარია, კონტენტი გამოვა ძალიან მაგარი. იმიტომ რომ ასეთი რაღაცა არ მგონია ბევრს გაეკეთოს. ხო და ეხაც უკვე მივალთ რა საცა არის.
მეგობრებო, ეხა ასეთ ამინში გარეთა ვარ, მთლიანად დავსველდი მეგობრებო, მაგრამ ჩემი აზრით ძალიან მაგარი კონტენტი გამოსდის ბიჭებს, იმიტომ რომ ეს ანუ აქ ხედავთ, არც ჩემი CLS-ი არ არის, არც სხვა მანქანები არ არის, ბიჭებიც უბრალოდ წამოვედით, ხო და დღეს დავუთმეთ ბიჭებს, დავუთმეთ პროფესიონალებს, რომ გადავიღოთ ძალიან მაგარი ვლოგი, სამწუხაროდ ამინთან არ გაგვიმართლა. მაგრამ არა უშავს, მაინც ვიღებთ ყველაფერს, მაინც გამოდის ყველაფერი, ჩემი აზრით იმსახურებს ეს ვიდეო ლაიქებს, იმსახურებს და ასევე იმსახურებს თქვენგან გამოწერას, იმიტომ რომ არ ამგონია ასეთ რამეს ვინმე აკეთებდეს, ასეთ ამინში უკვე დაახლოებით ღამის პირველი საათიც არის, ხო და არ ვჩერდებით, ვიღებთ თქვენთვის კონტენტს, აი ხა ბიჭებიც ჩემს უკან გაივლიან. ხო და მინდა ძალიან დიდი მადლობა უთხრა ბიჭებს ასეთი კონტენტისთვის. ჩემი აზრით ასეთი კონტენტი არავის არ გადაუღია. მინდა გითხრათ, რომ ძალიან ემოციური არის, იმიტომ რომ ჩვენ ახლა ვიდექით იქ მოსახვევთან და მანქანა გადიოდა აი რამოდენიმე სანტიმეტრში, აი დაახლოებით აი ასეთი მოკლე მანძილი იყო რა. ხო და რავი, მეც ახლა ძალიან ემოციური ვარ, მომეწონა, მეც უხალისობ. ხო, სულ კი დავსველდი, მაგრამ რავი, ჩემი აზრით ძალიან მაგარი გამოდის. ეს ყველაფერი იმსახურებს ლაიქს. გესმით ხმა? ხო და მეგობრებო, გავაგრძელეთ გადაღება. მეგობრებო, უკვე სხვა დღე არის გამოვედით. პრეფესზე ვარ. დროშაც მიჭირავს იასნია ორგანიზატორებს მოვედი დავეხმარე. და ეხა ვაპირებ საუბარს. მას ნახავთ ძალიან ბევრ კადრებს. ეს კადრები იქნება MX-ის, იქნება 500S-ი, მინდა მადლობა მოუხადო Need for Drive-ს, როგორ ხმარება და სულ გვერდში გვიდგას. ასევე მეგობრებო, მინდა გითხრათ, რომ იქნება პატარ-პატარა კადრები ბევრი მანქანიდან. და იტაკში ეხა გავვალთ. იმენა უნდა დავუჯდეთ, ვიგულავოთ რამე და უკვე სუფრის კადრები იქნება. მეგობრებო, თქვენ ამ ვლოგის დასაწყისი ნახავდით. ნახეთ კიდევაც და ეხა მინდა გითხრათ, დღეს მე ვიღებ იმ მანქანას, რომელიც იყო ჩემი მთელი ბავშვობის ოცნება და დღეს გავაკეთებ მიმოხილვას MX-E63.
ვიცი, ეხა გამოხდებიან იქ ჩვენი CLS-ის ფანები და ჩვენი CLS კომანდა და CLS Club Georgia და თემები, მაგრამ მინდა სიმართლე გითხრათ. სიმართლე კი არის ეს მანქანა ვნახე ბავშვობაში, თავიდან რო გითხრათ, ეს მანქანა ვნახე M560-თან ერთად ჟურნალში. ეს მანქანა თვალითაც არ მყავდა ნანახი. M560 მყავდა ნანახი, მაგრამ მომწონდა M560, მაგრამ რაღაცა აკლდა ჩემთვის. და ზუსტად რაც აკლდა, ეს ყველაფერი ქონდა M6S63-ს. მინდა მეგობრებო გითხრათ ისიც, რომ ეს მანქანა რამდენი წელი გავიდა. მაგ პერიოდიდან ეს მანქანა არის გამოშვებული 2007 წელს მიახლოებით და რამდენი წელი გავიდა მაგის მერე. უკვე მეც დაუბერდი. ნუ ხუმრობა არის კი, არ დაუბერებულ ვარ უბრალოდ, პატარა მოვჭრით მე ამას. ხო და გავიდა ამდენი წელი. ამდენი მანქანა გამოვიცვალე, რომ ასე ვთქვა რა ლამაზად. კი, CLS-ი მიყვარს ძალიან, პატივს ვცემ, Mercedes-ი ძალიან მომწონს, მაგრამ ეს მანქანა არის ჩემი ბავშვობის ოცნება. მინდა რომ ყველამ სწორედ გაიგოთ. მინდა რომ ყველამ მიხვდეთ იმ აზრს, რისი მოტანას მინდა თქვენ და რაც მინდა რომ აგიხსნათ. იმიტომ რომ ეს მანქანა არის ჩემთვის ვიზუალ სანამ შევეხები, მინდა რომ თქვა, გარეგნულად არის ძალიან ლამაზი. ამ მანქანას რო უყურებს ხალხი, ძალიან დიდი ჰეითი მოდის ამ მანქანაზე. ვიცი მე ეგ ჰეითი. ვიცი, მაგრამ გემოვნება განსხვავდება. ყველა ადამიანს თავისი გემოვნება აქვს და ზუსტად ჩემ გემოვნებაში ეს არის ჩემი ოცნების მანქანა. ხო, რა მინდა ვისაუბრო? ალბათ ეხლა ნახავთ პატარა კადრებსაც ვიარეთ გიშოსთან ერთად. მინდა ჯერ წინასწარ მოუხადო ძალიან დიდი მადლობა გიშოს და Need for Drive-ს, რომ გვერდში გვიდგანან, გვეხმარებიან და გვაძლევენ საშუალებას გადავიღოთ ასეთი მანქანები და ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს ეს, იმიტომ რომ მომეცა ის შანსი, ის мотивация, არ ვიცი რა დავარქვა ამ ყველაფერს, როგორ გითხრათ, შთაგონების წყარო. იმიტომ რომ ჩემი ბავშვობის ოცნების მანქანით, მინდა ნახოთ ეს კადრები, სამწუხაროდ სწორად არის გადაღებული, არ ვიღებდით YouTube-ისთვის, მაგრამ მაინც ჩავსვათ, ნახავთ ამ კადრებს და რატომღაც კი M560 მართლა ძალიან მომწონს, მაგრამ არ ქონდა M560 ის, რაც ჩემ გემოვნებაში ჯდებოდა. მე ასეთი ფორმები მომწონდა. ჩემთვის ეს მანქანა არის დაახლოებით CLS-ი, ოღონდ BMW-ს. მაგრამ არც დავიწყებ შედარებას. ვაფშე ორი სხვადასხვა მანქანა არის. ჯერ იმიდან დავიწყოთ, რომ 5-დან 2 V10. 507 ცხენის ზალა სტოკზე. მინდა გითხრათ, რომ დღესდღეობით 507 ცხენის ზალა არის ძალიან ბევრი. სიმართლე რო გითხრათ და მეგობრებო, სიმართლე რო გითხრათ, ბავშვობაში უბრალოდ მომეწონა. ის კი არისო რაღაც გატაცება, რომ რავი, მინდოდა ეს მანქანა და რაღაცა, უბრალოდ მომეწონა, იყო ძალიან განსხვავებული, ყველას მოსწონდა M560, მაგრამ მე რო გამოვდიოდი ჩემი აზრით, ბავშვობიდან მახსოვს, ეგ ძალიან ღრმა ბავშვობიდან, ყველა რო ამბობდა, M560, ცოტა რო წამოვიზარდე უკვე M5 F-ათებიც იყო. მაგრამ მე სულ ამბობდი, რომ მე მომწონს M663 და ჩემი აზრი იყო სულ განსხვავებული რა, ჩემი მეგობრებისაგან ასევე ვიტყვი, ჩემი წრისგან რა და მინდა გითხრათ, რომ ვიცი, ბევრს არ მოგწონთ ამ მანქანის ვიზუალი, მაგრამ ეს არის ჩემი ოცნების მანქანა და მინდა რომ გაიგოთ. ჯერ ცხვირზე რო ვისაუბროთ ახლა, არ ვიცი, ვუყურებ და ძალიან გიждდები რა, ემოციები არ მყოფნის, რა ემოციებითაც ვივსები, ამ მანქანას რო ვხედავ. იმიტომ რომ ეს მანქანა არის ჩემთვის რავი, ის ყველაფერი, რაც მე მომწონდა. ის ყველაფერი, რაც მე მიზიდავს მანქანაში. კუზაოს ფორმა, ეს კუზაოს ფორმა, ეს განსხვავებული რაღაც სილამაზე, რაც M560 არ აქვს. ამ მანქანასა აქვს ეგ ყველაფერი. ხო, ვიცი, ეხლა ვიღაცა კომენტარებში დაწერთ რაღაც ზუიგენს გავს და რაღაცა. არ მგონია. ხო და მეგობრებო, თქვენ ამ მანქანის სილამაზე, არ ვიცი, ვინც მიყურებთ. ხართ ამ მანქანის, გქონიათ ამ მანქანასთან შეხება, გივლიათ ოდესმე, მაგრამ მე რო პირველად დავჯექი ამ მანქანას. ეს იყო რამოდენიმე დღის წინ ზუსტად. მინდა გითხრათ, რომ ის პატარა ბავშვი, რომელსაც მოეწონა ეს ყველაფერი, იმ პატარა ბავშვმა გაიღვიძა თავიდან ჩემში.
და არ ვიცი როგორ აგიხწეროთ, აი ალბათ სიტყვებიც არ მყოფნის, უბრალოდ ვერ ვალაგებ ამ სიტყვებს რომ აგიხსნათ, რომ ეს არის ჩემი ოცნების მანქანა. და მინდა მიხვდეს საზოგადოება, რომ ის იმას კი არ ვამბობ ამ ვიდეოთი, რომ მე CLS-ი არ მომწონს, ან Mercedes არ უჭერ მხარს. პირიქით, მე Mercedes-იც მომწონს და BMW-ც. მაგრამ უბრალოდ ეს მანქანა ჩემთვის ასოცირდება ღრმა ბავშვობასთან. ბავშვობასთან, რომელიც ხალისიანი იყო, საინტერესო იყო და ამ მანქანას რო ჟურნალში ვხედავდიან პატარა რკინის მანქანები რო იყო. და აი ამ მანქანის 650 მყავდა. რკინის პატარა მანქანა იყო რა და აი უბრალოდ არ ვიცი როგორ ავხწერო ხოლმე ის ემოციები, რომელსაც ეს მანქანა გადმომცემს ხოლმე. აი უბრალოდ არ შემილია კი. ეხა იტყვით რომ აი M5 S60-ის გიტარებია, ბევრჯერ თან მესმის მიტარებია, მომწონს ძალიან. მაგრამ ეს აი უფრო მეტად მომწონს რა. მეგობრებო, სიმართლე რო გითხრათ, აი ზოგი ხო არის რომ აი M5-ის S60-ის უკანა მხარე ძალიან მომწონს, გიждები რაღაცა და ზუსტად მასეთივე დამოკიდებულება მაქვს მე ამ მანქანასთან. მინდა გითხრათ რომ არ ვიცი ეხა ალბათ ვიღაცები დაწერენ კომენტარებში რაღაც ჰეითი შეიძლება წამოვიდოს, ვიცი, მივიღებ მაგას, მაგრამ მინდა აგიხსნათ რომ ეს ჩემი ოცნების მანქანა არის რა, აი როგორ აგიხსნათ რა, აი რაღაცა ოცნება ხო გაქვთ აი ცხოვრებაში, აი რაც გინდათ, აი მაგალითად რომელიმე მანქანა, აი ზოგს M5 S60 უნდა, ზოგს არ ვიცი CLS-ი უნდა და მე მანქანა იყო ეგოცნება. ხო და უკანა მხარეს რო დააკვირდეთ, აი ძველი დიზაინი მომწონს, აი ეს ფარების ზოლები, ძველი, აი თვითონ რაღაც ვიზუალი რო აქვს თავისი, აი რაღაცნაირად მოდის და ეს გამოწეული უკანაში ბამპერი რაღაცნაირად ძალიან მაგრა ჩანს რა და აი ეხა ვიცი კომენტარებში წავა და აუ ბრა შენ რა იცი და რაღაცები და ანუ უბრალოდ მინდა აგიხსნათ რომ არის ეს მანქანა ყველანაირი სილამაზის იდეალი და მაგიტო გიხსნით ამას. ხო, მინდა ასევე, ამას არ ვიტყვი რომ ხი გლუშიტელი აქვს, მიხვდებოდით ეხა თავისებურად ნომრებსაც ხედავთ. აი უკანაც სტიკერი აქვს გაკეთებული Team Need for Drive. ხო, განსაკუთრებული მადლობა გიშოს, კიდევ ერთხელ ვიტყვი ამას, რომ მეხმარება და სულ გვერდში მიდგას, ძალიან დიდი მადლობა. ვიდეოშიც ნახავ და ხო და კიდე რას ვიტყვი იცით მეგობრებო? ხო, ეხა ფორმები, აი ეს თვითონ ვიზუალი თქვენ რომელზეც ამახვილებთ ყურადღებას რა. აი მე მომწონს, იცით როგორია ეს ფორმა რომ მოდის აქეთკენ, რაღაცნაირად ბაგაჟნიკი რომ მთავრდება, აი აქ ბაგაჟნიკი მთავრდება, ეს არის გამოწეული რაღაცნაირად, აი გეგონება ამ მანქანაში რაღაცნაირი აი სილამაზე ჩადეს, რომელსაც რატომღაც კაცობრიობა ვერ ჩაუწვდა. ის სილამაზე, რომელმაც კაცობრიობამ ცოტა სხვანაირად მიიღო, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ყველა მასე არ არის. მინდა გითხრათ, რომ ვიცი, M5 S60 იყო მაგ პერიოდისთვის ცოტა შეიძლება ვთქვათ, ეს მანქანა იყო M5 S60-ის ჩრდილში, მაგრამ ჩემთვის არასდროს არ იყო ეს. ჩემთვის ეს მანქანა იყო უფრო რაღაცნაირი განსხვავებული, უფრო რაღაცა იცით რომ რას შევადარებდი, აი განსხვავებულ, აი ეხლა მაგალითად რამე ახალი რო შემოდის ტრენდში ან მაგალითად რა ნებისმიერი რამე რაც ავიღოთ, ხალხისთვის არის ჯერ უცხო, მერე მიიღებენ, მაგრამ სამწუხაროდ ეს მანქანა როგორც თავიდანვე უცხო იყო, დღემდე უცხო არის. და დღემდე რაღაც საზოგადოების ნაწილმა ვერ მიიღო, მაგრამ მინდა გითხრათ, ემოციები ამ მანქანას ისეთი აქვს, ეს ემოციები არც ერთ M5 S60-ში არ გამიცდია. ხო? არც ერთ M5 S60-ში არ გამიცდია ეს ემოციები, რაც მე იმ დღეს გამიცადე ამ მანქანისაგან. კიდე ისი რა მინდა გითხრათ, აი გვერდიდან რო შეხედოთ, აი ეს რაღაცნაირი უზორი აქვს თავისი, აი ფორმა აქვს ამ მანქანას თავისი, რაღაც ლამაზი ფორმა აქვს, ხო და მინდა გითხრათ დისკები ძალიან ლამაზი არის, ძალიან მაგარი დისკები არის და ძალიან მაგრად უხდება, ხო და კიდე რას ვიტყვი ამ მანქანაზე, იცით რომ აი ალბათ მაქედან კადრში ჩანს რაღაცნაირი სხვანაირი ფორმა აქვს რა, რომელიც აი
ვიცი ახლა საზოგადოებას რაღაც აზრები რო გეყოფა და ვისაუბრეთ მაგაზე. მეგობრებო, ასევე უკანაზე ცოტა იქეთ-აქეთ ვისაუბრეთ. მინდა ბოდიში მოგიხადოთ იმის გამო, რომ ვერ ვაკეთეთ ისეთ vlogs, როგორიც თქვენ გინდათ, იმიტომ რომ უბრალოდ მინდა გამიგოთ, რომ ამ მანქანამ სულ სხვა ემოციები მომცა, სულ სხვა შეხედულებები, იმიტომ რომ მოდი ასე გეტყვით, ეს მანქანა იყო ჩემი ბავშვობის ოცნება, ოღონდ ჟურნალიდან. ეხლა კი ეს ჟურნალის მანქანა, აქ მიდგას. ხო და რას გეტყოდით ისი მეგობრებო, წინიდან ეხლა რო შეხედოთ, წინ მაგალითად. მე პირადად ძალიან მომწონს, ამ მანქანის ცხვირი მომწონს ძალიან. ასევე ეს ფარები, ასევე რაღაცნაირი ამ ფარებს ფორმა აქვს განსაკუთრებული, არ ვიცი ეხლა თქვენთვის შეიძლება არ გქონდეს, მაგრამ ჩვენთვის რაღაცნაირი განსაკუთრებული ფორმა აქვს ამ ფარებს და სახე გეგონება ასე ეკორება ამ მანქანას. ხო და მინდა ის გითხრათ, რომ უბრალოდ ჩემი აზრით ეს არის ისეთი ვლოგი, რომ ამ მანქანაზე გვინდოდა ცალკე გაგვეკეთებინა ვიდეო. მაგრამ სამწუხაროდ ცალკე ვიდეო ჩემი აზრით თქვენთვისაც არ იქნებოდა საინტერესო, რომ უსმინოთ 2 საათი როგორ საუბრობ ჩემს საყვარელ მანქანაზე და ვიცი მოგბეზდებოდათ, გაგითვალისწინეთ, ხო? ამიტომაც არ დაგავიწყოთ და ლაიქოთ და გამოიწეროთ ჩემი არხი. ხო და ეხლა წამო შიგნიდან ვისაუბროთ მანქანაზე. ხო და ოპა. თქვა ის ემოციები, რომელსაც განვიცდი. იმ დღეს ჩავჯექი ამ მანქანაში პირველად. და სიმართლე გითხრათ, პირველად რო ჩავჯექი ამ მანქანაში, განვიცადე რაღაც განსხვავებული ემოციები, რომელიც არასდროს არ მქონდა. იმიტომ რომ არასდროს არ მქონდა ასეთი ახლოს შეხება ამ მანქანასთან. დავჯექი და უბრალოდ რაღაც მომენტში ფიქრობდი, რომ მეთქი ეს ის მანქანა არის, რომელიც პატარა რო ვიყავი, მომეწონა, ვნახე და იმასაც გეტყვით, რომ ის რაღაც მომენტები, ალბათ Instagram-ს ვინც უყურებთ, ჩვენსაც ნახავდით, სურათები რო გადავუღეთ. მახსოვს BMW-ს 2007 წლიან ჟურნალში არის სურათი M5 S60-ის და M6 S63-ის ჟურნალში არის ისეთი სურათი, რომ გვერდ-გვერდ დგანან ეს ორი მანქანა. და არის რაღაცნაირი კონტრასტი ძალიან ლამაზიცა არის, მოლურჯო და ეგ იყო ზუსტად იმ 2007 წლიანი BMW ჟურნალის ყდაზე. ხო და რო დავჯექი ამ მანქანაში, განვიცადე ისეთი ემოცია, რომ გეგონება თავიდან წარმომიდგა ეგ ყველაფერი, რაც ვნახე ბავშვობაში, თვალწინ. ხო. რაც მინდა ვისაუბრო ახლა სალონზე. ამ მანქანის სალონი, წინ ხედავთ, ეხლა მე ვზივარ მართლა ძალიან კარგად. BMW-ისთვის დამახასიათებელი გადამრთველი, მინდა გითხრათ, ეს განსხვავებულად რაღაც ამოზნექილი არის და ძალიან ლამაზი არის. და ეს თავისი დისპლეიც ულამაზესი არის. ასევე ემის ღილაკი, ემის ღილაკზე ბევრჯერ უკვე მისაუბრია, არ ვიცი, რამდენჯერ გესაუბროთ, მაგრამ ამ ვიდეოს მთავარი მიზანი ის იყო, რომ გაჩვენოთ, რომ არსებობს ის, რაც შეიძლება ადამიანს ჩაგწვდეს ერთხელ გულში ძალიან დიდი ხნის განმავლობაში და ვეღარ ამოიღო ეგ გულიდან, როგორც კი მჯდარ ვარ M6 ახალში, ოღონდ უფრო F-კუზაოზე მინდა ეხლა გავამახვილო ყურადღება. F-კუზაოში მჯდარ ვარ ბევრჯერ. მაგრამ ეს იყო ჩემი პირველი ჯერი, როცა დავჯექი ამ მანქანაზე. ვიცი ახლა ალბათ ზოგი დაწერთ, რომ რაღაცა არაფერი განსაკუთრებული არ არის, უბრალოდ შენი გემოვნებაა, მაგრამ მინდა თქვენთვის მივიტანო ის, რომ არის რაღაცა შენს შიგნით, რაც გიზიდავს სულ. და ზუსტად ეს მანქანა იყო ჩემთვის ის, რაც მე მიზიდავდა სულ. ამიტომაც მინდოდა ეს მანქანა, არ ვიცი, ალბათ გეგმაში მქონდა თავიდანვე, რომ გადამეღო ეს მანქანა. უბრალოდ არასდროს არ მქონდა მაგის საშუალება და კიდევ ერთხელ გავამახვილებ ყურადღებას Team Need for Drive-ს. ძალიან დიდი მადლობა, რომ მომეცა საშუალება ჩემი ოცნების მანქანა გადავიღო და ალბათ, ასეთი
გვერდში დგომისთვის და ასეთი მხარდაჭერისთვის მართლა ძალიან დიდ მადლობას მოუხდი. ჩემთვის ეს ძალიან ბევრს ნიშნავს. ხო და ჩემთვის ის ნიშნავს ბევრს, რომ უკვე აქა ვარ. ვზივარ ჩემ ოცნების მანქანაში. ვიღებ ამ ვლოგს თქვენთვის. ეგ უკვე ჩემთვის არ ვიცი, რაღაც ზეციური დონე არის ჩემთვის, რომ ანუ ვერც წარმოვიდგენდი ალბათ ბავშვობაში ვინმეს რო ეთქვა, რომ ჩემთვის ოღონდ აი ჟურნალში, ამ ჟურნალში რაც არის ეს მანქანა M5 E60-ის გვერდით. ალბათ არც ვიცოდი პატარაობაში ამ კუზაოს სახელი, უბრალოდ ვიცოდი რომ M6 იყო, ხო და ვინმეს რო ეთქვა ჩემთვის, რომ მომავალში ამას გადაიღებ, ალბათ ვერც დავიჯერებდი. იმიტომ რომ რავი, ანუ არ დადიოდა ჩემამდე წლები გადიოდა. ანუ არც მინახია ეს მანქანა ქალაქში, არც სხვა მანქანები M6 E63 არ მინახია ქალაქში, არ მქონია შეხება მათთან. და ეხა მინდა გითხრათ, ხვდები 21 წლის და პირველად მაქვს მასთან შეხება. ხო, ნუ ეხა თავი ეხა რავი, ჩემთვის მე ამ მანქანამ თავი ჯერ როდის მომაწონა არც ვიტყვი მაგაზე. ბევრს არ ვისაუბრებ, უბრალოდ მინდოდა გადმომეცა თქვენთვის ის ემოციები, რომელსაც განვიცდი მე. ალბათ თქვენს გექნებათ რაღაც ის ოცნების მანქანა, რომლითაც აი უბრალოდ გინდათ რომ იკატაოთ, უბრალოდ გინდათ რომ ყავდეთ, უბრალოდ აი გინდათ რომ ამ მანქანას ხედავდეთ. ზუსტად ეს არის ჩემთვის ის მანქანა. ხო და მეგობრებო, ასევე მინდა გავამახვილო იმაზე ყურადღება, რომ ვიცი ეს ვლოგი იქნება ცოტა სხვანაირი იმათთან შედარებით, რასაც ჩვენ ვიღებთ, მაგრამ ეს ვლოგი მინდა გითხრათ, რომ ჩემთვის ბევრ ვლოგზე, არა, ყველა ვლოგი ძალიან მიყვარს, ჩვენი გაკეთებული იმდენი შრომადევს, მაგრამ ჩემთვის ეს ვლოგი განსაკუთრებულია. როგორც ეს მანქანა ჩემთვის, ხო? ხო და მეგობრებო, შეგახსენებთ მიუახლოვდეთ დასასრულს ჩვენი ვიდეო, დაალაიქეთ ეს ვიდეო, დაგვიწერეთ კომენტარებში, აბა თქვენ რას ფიქრობთ? ეხა ვიცი იქ დაიწყებს სასტავი, აუ CLS-ი, შენ ხო CLS-ზე ბაზრობთ? კი, ვიცი, ბაზრობდი. ვამბობ, ვაღიარებ M5 E60-ის მაგ გადაღებული, ვაღიარებ მევასება. მაგრამ ეს არის ჩემი ოცნების მანქანა და უბრალოდ მინდოდა გადამეღო. ხო და всё, მეგობრებო, არ დაგავიწყდეთ, გამოიწეროთ არხი, დაალაიქეთ ვიდეო, ბევრი კომენტარები, ოღონდ ჰეითის გარეშე. ეხა კი დაგემშვიდობებით.